აი ბატონებო, ეხლა ვართ Volvo-ში. ეს არის ახალი Volvo VNL 860. ყველაზე მაღალი კომპლექტაციით. ესეთია ჩემი, ოღონდ 2018 წლის მოდელი. მაშინ 860-ები არ იყო, 780-ია ჩემი ესეთი ანუ ყველაზე მაღალი კომპლექტაცია მაშინ რაც იყო. და იმის მერე, ესე იგი გამოვიდა ეს VNL 860-ები და რომ უყურებ ახლა ეს ძალიან დიდი მეჩვენება ჩემ ტრაილერთან შედარებით. კი, საკაიფო დიდი მეჩვენება. ეს წინ ეს აქვს. ეს წინაშუშა როგორი სხვანაირი მოყვანილობის არის. ია, ავალ ერთი. ავალ ნახავ ერთი რა ხდება მე მაგრამ მაინც კარგი. Oh my god. ხო. დღეს რაღაცა ახალ მანქანებში მიწევს სიარული და მე მგონი დამებედება. ესეთი მინდა. აბსოლუტურად სხვანაირია შიგნიდან ვიდრე ეს ძველი მოდელი Volvo-ები. აჰა, ბატონო. ძალიან საკაიფოა. აი აქ ჩემსას და საერთოდ ძველ მოდელებს აქვს ესე გამოწეული აქვს ინდეჯერ მაქვს თავი მირტმული როგორც იქნა ეს გაუსწორებიათ. აღარ არის გამოწეული. კიდევ ნახოთ სიდენიები ძალიან მაგარია. ესეც სლიპერი. აჰა. ეს მეორე სლიპერი ზემოთ. ესენი შკაფებია აქ. აი ესე. უფრო თითქოს ნაკლები შკაფი აქვს. აქაც 1 2 აქ შკაფი. ხო, რაღაც ნაკლები აქვს. ძველეს უფრო მეტი აქვს. ანუ ძველეს მაღალი კარადა აქვს. მაგრამ სამაგიეროდ 1 წუთი. ეს რა არის? აი აქ ყოფილა დაბლა ჩამოუტანიათ შკაფი. რაზეტკები. ამასე APU აქვს თან კიდევ. APU ექნება ყველა ვარიანტში. მაგრამ მაცივარი, აი მაცივარი. აი რა კარგი მაცივარი აქვს. აუ, კარგია რა, ნამდვილად. კომფორტულია ძალიან. აი ეს უჯრა. ეს უნდა გამოდიოდეს რომელიღაც, აი ხო გამოდის. ანუ აქ მაგი დაკეთდება. რომ დაждები ესე და საჭმელს შეჭამ. ან დაწერ რაღაცას, რა ვიცი, შეიძლება ციგრის დაწერა მოგინდეს კაც და თხზულებებს დაწერ. კარგია, ძალიან კარგია. ნუ სივრცე აქ იმხელა, რომ ნუ რა ვიცი რა. აი აქედან ახლა წარმოიდგინეთ, ამხელა სივრცე გაქვს. ეს უთაროებია. აბა ძალიან კარგია. კომფორტულია. ამით ვიმუშავებდი სიამოვნებით. ძალიან ლამაზიც არის და კომფორტულიც. მაგრამ ეს ისეთი ფასი ღირს. ვაკეში იყიდი ძალიან კარგ ბინას მაგ ფასად. თუმცა ვაკის ბინით ვერ ემუშავე. რატო? ამის ფასი რა არის? დაახლოებით 220.000. 220.000. კიდე ტაქსები ზემოდა? არა, ტაქსები შეიძლება. ნუ მთლიანად რო იანგარიშო, ხო ყველა? 220.000. კი ბატონო, 220.000 დოლარი ესე თანხა, რომელიც ღირს ტრაილერში გადასახდელად და სამუშაოდ. ეს და ყველაზე მაღალი კომპლექტაცია. ხო, ეს მაღალი კომპლექტაცია. არის 760-ები. რომელიც ბევრად უფრო, ნუ ბევრად არა, მაგრამ ცოტა ბიუჯეტური. ბიუჯეტურია, ვიცი ხო? დაახლოებით 170. აი ეს არის 760.
აი ზუსტად ეხლა 760 გავართ. ესენი 22-იანები. ანუ თქვენ გყავთ ნახმარებიც და ახლებიც, ხო ტატო? კი. ესეც 860. არა, აი უზარმაზარია, აი როგორ გითხრა რა. ჩემი მე მგონია რომ ჩემი ამხელა არ არის რა, იმიტომ რომ რასაც უყურებ, აი ძალიან დიდია რა. აქეთ არის კიდე ახლები და მე მგონი ეს უნდა იყოს 700 ხო, ეს რაღაც მოკლეა და მაგიტომ უყურებ მეც რა. რა საბურავები აქვს, უკბილები მიწაკწაკებს რო უყურებ. ესეც 860. აი ამ საბურავებში არის დრაივ აქსელებში, ხო? ესენი ხა ამას უყენია, რომელი უყენია? მიშელინი შეიძლება ეყენოს. და აი ეს 8 ცალი რო იყიდო, პლუს 2 ცალი წინ, 10 ცალი ხო სულ? 10 ცალი, ჩემო ბატონო. დაგიждდება ერთი. ნუ ეს მიშელინი ბრისტოუნები უყენია, ბრისტოუნები. ეს 8 ცალი იღირს სადღაც 5600. ემატება მე ტაქსები მაგას. წინები მეტი იღირს სადღაც 800-900 დოლარი. ხო, 8-900 დოლარამდე ახვალ მარტო მაგის საბურავებს. აი აქ უნდა იყოს, აი ეს უნდა იყოს. ეს არის VNL 660. კარგი ფერია, ლურჯი ფერი. პეტერბილი, ეგ ის არის. ეგ მაგით ლოკალებზე მუშაობენ ხოლმე. გაკეტილია, როგორი ისინი აქ. ჰაერის გაკეტილია. შეგვიძლია გასაღებები გამოვიტანოთ მე. ძალიან მაგარია. ამაზე ხა რა მინდოდა იცი? აი მოდი აქეთ სადმე ჭრილში დავდგეთ. ისე რომ ძალიან არ ურტყავდეს მზე, მაგრამ ასეთ ჭრილიც არ არის, აი წამოდი იქით. VNL 860. და აი მოდი აქ ჭრილში დავდგეთ. დავდგეთ და გითხარი ახლა ტატო, აი მე მაგალითად მუშაობ ვარ ექსპერიენსი მაქვს, ანუ გამოცდილი მძღოლი ვარ და CDL-ს უკვე აქვს საკმაოდ 5 წლიანი ასე ვთქვათ ექსპერიენსი და მოვედი, ანუ გამოცდილი მძღოლი მოვედი შენთან ამ ტრაქის შესაძენად, სემაი ტრაქის შესაძენად. რას მომთხოვ შენ, ანუ რა მჭირდება, რა პროცედურები მჭირდება? ნუ აი შევიცდები ცოტა მარტივად აგიქს. ტრაქის გამოყვანა საკმაოდ რთულია და კომპლექსური რატო? იმიტომ რომ ბანკი საკმაოდ ბევრ რაღაცას ითხოვს, რაც მაგალითად ჩვეულებრივ სამანქანიანებზე არ გვხდება. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ კრედიტ ისტორია, საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი ხანია რაც კომერციული მართვის მოწყობა გაქვს. უყურებენ მაგრამ ძალიან ასევე მნიშვნელოვანია
კომპანია ანუ ეს სესხი არ კეთდება პირადს, ეს კეთდება კომპანიას. ანუ შენი კომპანიით გაგყავს. კი. როგორც აი ოუნერმა ესე ვიყიდო, პირადზე ვიყიდო, ვერ შენ კომპანიაზე უნდა გააფორმო. კომპანიაზე უნდა კი, კომპანიაზე უნდა გააფორმო, კი. კომპანიაზე ფორმება. კი, კომპანიაზე უნდა გააფორმო. როცა მე უკვე უშუალოდ მიდგება საკითხი ამ ყველაფერზე კომპანიაზე გეკითხებიან რამდენი ხანია რაც ბიზნესში ხარ, რეალურად არის თუ არა ეს კომპანია აქტიური, ყავს თუ არა ფლიტი, ანუ ნიშნავს რომ ყავს თუ არა მანქანები, ამაზე მუშაობენ თუ არა მანქანები, რამდენი მანქანა ყავს, ასევე გეკითხებიან MCDOT თუ გაქვს, ეს ყველაფერი წაგადგება. შეგაწყვეტინე. შენ ამას ამბობ ისეთ შემთხვევას, როდესაც ფაინანსით გინდა გამოყო. ფაინანსით როცა გინდა, კი. როგორც ოუნერმა ახლა თუ მინდა რომ პირადზე ვიყიდო, ავდგები და ქეშს გადავიხდი და მომცემე. რა თქმა უნდა. როცა ფაინანსია, ხო, როცა ქეში ყველაფერს აგვარებს. ქეში ყველაფერი ხო მარტივია. მაგრამ როცა ფაინანსზე მიდგება, სესხის გამოტანა გვინდა, აი მაშინ არის კომპლექსური. მე იმას არ ვიძახი, რომ შეუძლებელი, არაფერი არ არის შეუძლებელი. უბრალოდ ბევრად უფრო რთულია semi truck-ის გამოყვანა, ვიდრე პატარა მანქანის. აქედან გამომდინარე, პროცენტების საშინელება აქვთ, ძალიან ცუდი პროცენტები აქვთ. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ პროცენტები დაახლოებით პირველ მანქანაზე, ანუ ეს ოდესაც პირველად გავა. პირველი მანქანა, კი. 20 პლუსი. 20 პლუსი. კი. კარგი და ეხლა თუ ისეთი კომპანიით გამომყავს, მე მაგალითად მუშაობ სადმე კომპანიაში, აი ხა მე სადაც მუშაობ ჩემ კომპანიაში და იმათ ვთხოვე რომ გამომიყვანეთ მაგალითად და უმეტესად კი, ზუსტად ეგრე ხდება. უმეტესად მანქანები გაყავთ კომპანიების დახმარებით. რომელიღაცა კონკრეტულ კომპანიას შეუთანხმდებიან, ესენი დადებენ ხელშეკრულებას, ეს კომპანია გამოუყვანს მანქანას მძღოლს და მძღოლი ვალდებულია რომ გადაიხადოს. ბოლომდე გამოისყიდოს ეს მანქანა. ეხლა როცა უშუალოდ მივდგებით კომპანიებზე, კომპანიებს ბევრი მანქანები ყავთ, ბევრი ფაინანსი აქვს გაკეთებული, უკვე ბანკები ენდობიან და საკმაოდ კარგ შეღავათს უკეთებენ. ბოლოს როცა გავაკეთეთ, დაახლოებით რამდენი იყო პროცენტი? 12%. 12% ახალი semi truck-ისთვის საკმაოდ ნორმალურია. კი, როგორ ამიტომ რომ ეგეთ პროცენტები ჩვეულებრივ მანქანაზე. ხო, ესეთი პროცენტი შეიძლება ჩვეულებრივ მანქანაზე გითხრა. აქედან გამომდინარე 12% საკმაოდ ნორმალურია. ყოფილა შემთხვევები, აი ესეც უშუალოდ კონკრეტულ კომპანიას გააჩნია და კომპანიის საკრედიტო ისტორიებს. არის კომპანიები, რომლებსაც ჩვენთან მოდიან უკვეთავენ 20-30 მანქანას და დაახლოებით 5%-ში გაყავთ თვითონ. ეს უკვე დიდ კომპანიაა. დიდ კომპანიებზე მაქვს საუბარი. აი, ეხლა ერთ რაღაცას კითხავ კიდე. დაუშვათ, არ მინდა მე ახალი semi truck-ის ყიდვა და მინდა რომ აი ნახმარებიც ხო გყავთ. თქვენ დაუშვათ 60-70-80,000 დოლარის პარკლებში, ხო? აი ამ შემთხვევაში უკვე რა სიტყვა ჩემო? იგივე არის ყველაფერი. მაინც? ზუსტად იგივეა, კი. იგივე პროცედურას მეყოლ. ან გადაიხადე ქეში, ან ფაინანსის დროს. ხო, ან მაგრად უნდა ან იწვალო. კომპანია უნდა კონდეს ისეთი რომ ესე იგი არ იმასე. კი. კი. არ გაიჭედო, არ მაგ პროცენტზეც არის დამოკიდებული. კი, პროცენტზეც არის დამოკიდებული, შეიძლება ისეთი პროცენტი გითხრან, რომ საერთოდ აღარ გიღებდეს რა ამ ყველაფრის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ნახმარე მანქანის ყიდვაც დაახლოებით იგივე პროცედურებია. უბრალოდ ეხლა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივი გასაკეთებელია ვიდრე ახალი, იმიტომ რომ ორ სხვადასხვა სესხზე გვაქვს ლაპარაკი. შენ შეიძლება მაშინ $50,000 სესხს ითხოვდე და ახალზე ითხოვ საკმაოდ დიდ თანხას. აქედან გამომდინარე, მაგას რა თქმა უნდა, რომ განსხვავება აქვს. ნახმარი ტრაქები რა გქონთ? ვოლვოები. უმეტესად სულ ვოლვოები. უმეტესად სულ ვოლვო. სულ ვოლვო, კი. აი თუ სიტყვაზე ვინმეს უნდა ეხლა ყიდვა და მოვიდა შენთან, ანუ შენ რაში დაეხმარები? რას აკეთებ? მე შემიძლია დავეხმარო ფაინანსინგში, დამტკიცებაში, სესხის დამტკიცებაში, დანარჩენს უკვე სტორი მიხედავს. ანუ ჩვენ ვემსახურებით მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, ეხა სერვისს აქ რასაც ხედავ, აი შეხედე, ძალიან ბევრ იმას რა ქვია,
ამ ambulance-ის მანქანას დაინახავ, ძალიან ბევრ firefighter-ების მანქანას დაინახავ, ეს ნიშნავს პოლიციაც კი, ანუ ჩვენთან გადის სერვისებს. ანუ ხო, ჩვენ ცენტრში გადის სერვისებს, ანუ ჩვენ მუნიციპალიტეტს ვემსახურებთ. აქედან გამომდინარე კიდევ ვართ ოფიციალური Volvo-ს წარმომადგენლები. მაგიტო ურჩევ ყველას, რომ ჯობია ოფიციალურ ცენტრში იყიდო ნახმარი ტრაკი, ვიდრე გადამყიდველებისგან. არის ესეთ კომპანიები, რომლებიც თვითონ არიან მექანიკები, ყიდულობენ, აკეთებენ და ვერ ყიდიან. ხო. მაგაში უგების. რა თქმა უნდა, ყიდულობენ, აკეთებენ, ყიდიან. სამწუხაროდ კიდე ძალიან ცუდი ის არის სემაი ტრაკებში, რომ ეს მანქანები უმეტესად გადიან სერვისებს ისე, რომ არაფერი არ ფიქსირდება. ანუ რეალურად შეიძლება ძალიან ბევრი მანქანა იყოს ან ჩამოყრილი კონდეს. ძალიან ხშირად ხდება, როცა უყრიან. ხო, ძალიან ხშირად ხდება, როცა უყრიან. და გირთულდება მანქანის ყიდვა იმ შემთხვევაში, როცა მანქანის წარსული არის. ჩვენ მაგალითად ვყიდულობთ მხოლოდ კონკრეტული კომპანიებისგან. ანუ ჩვენთან უკვე თავენ კომპანიები, ჩვენ უყენებთ GPS-ებს, ანუ მონიტორინგს უკეთებთ ამ ყველაფერს. ანუ მანქანას ზეპირად ვიცით. უკან რაც უნდა ვიყიდოთ, ზეპირად ვიცით. რა სერვისი გაიარა? ანუ შენ ამბობ, რომ როდესაც არის კომპანიები, თქვენგან ვიყავთ ახალი ტრაქები სიტყვაზე, თქვენ იმას აკონტროლეთ GPS-ებით, სერვისი დაკონტროლეთ ყველაფრის და როდესაც ისინი უკვე ცვლიან ამ ტრაქებს. კი, ჩვენთან მოყავთ, ჩვენ უკან ვყიდულობთ, კი. მერე ახლები გაყავთ, კი ბატონო. თქვენ მერე ისევე ხელმეორედ სერვისს უტარებთ სიტყვაზე, რაც გასაკეთებელი აქვს და ამ უკვე ამ ტრაილერებს კი, ხო? მერე შეგვიძლია ვნახოთ ნახმარი ტრაილერები და ნახავ როგორი სერვისები აქვს გავლილი, სულ ყველას. ანუ ეს მანქანები თავიდან ბოლომდე ყველა ნახმარ მანქანას ხელი აქვს შევლებული და როცა ჩვენთან კლიენტი მოდის და აინტერესებს, ხო? აი დიდი დოკუმენტებით გამოაქვთ დეტალურად რა სერვისები ქონდა მანქანას ჩატარებული. აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში იცი რას ყიდულობ. ეს არის ყველაზე დიდი პლუსი, კი. მოტყუებული იმ შემთხვევაში, რომ რაღაცას არ შეიტენი ადამიანი. ამ ბიზნესში ძალიან მარტივია, რომ მოტყუებული დარჩე. ვიცი, მეც მაქვს მაგის გამოცდილება და მე თვითონ ოუნერისგან ვიყიდე, როცა ვიყიდე ჩემი ტრაილერი და ზუსტად ერთ კვირაში დავიწყე კეთება მე და. კი. ესე ვიზუალურად ძალიან რთულია, რომ მანქანა შეაფასო. ეს დენისია, ეს მანქანა გადის დღეს. აი ეს Volvo 760 გაიყიდა, ქართველმა ბიჭმა იყიდა. რატომ გაუკეთა ეს შესყიდვა? ეს არის used, ხო, ნახმარია, ხო, ტატო ეს 760, რომელ წლიანია ეს? 2021-იანი. 2021-იანია. ძალიან გახარებული და კმაყოფილია. რაშა მოგწონს? ვერთმა მწვანეზე გატაროს, მო. თავისი სიხარული ახლავს, რა თქმა უნდა, როცა შენაძენს აკეთებ. რა სიტყვი ტატო კიდე? ძალიან კარგია, როცა ეხმარები რაღაცას და ადგილობრივ საშუალებას, რომ ხო, ნუ ეხა მე რასაც უყურე გახარებულები არიან ძალიან. არა, საკმაოდ დიდი გადაწყვეტილება არის, ეს და დიდი ნაბიჯია ცხოვრებაში, იმიტომ რომ პატარა ინვესტიცია არა. თან მით უმეტეს ეს არის შემოსავლის წყარო. შემოსავლის წყაროა, ხო და Amazon-ზე უნდა იმუშაოს, როგორც მითხრა. Team-ში ორნი არიან. ივლიან გემრიელა, ერთმა წანეზე ატაროთ და თავიანთი ბიზნესები აასრულებინო. დიდი შემოსავალი. ალბათ უფრო ჩამომიყვანონ ველოდები იმას. დრაივერებს მოყავთ ნორთ-კეროლაინიდან მანქანაში.
ხო? ნახოთ ხვალ როგორ მოვიცლე და გავაკეთე. მოვურჩით გადაღებას. რატო? მოვიარეთ ნიუ-ჯერსიც. და ეხლა წავალთ სახლში. მოკლედ მეგობრებო, description-ში, ამ ვიდეოს description-ში ჩავაგდებ ისევ და ისევ ტატოს ნომერს და Volvo-სთან დაკავშირებით თუ ვინმეს ან ნახმარი, ან ახალი, ან რავი, როგორი გინდათ, ფერი, ძრავის მიხედვით თუ დაგჭირდება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ მაქსიმალურად. კი ბატონო, მანქანა არ არის პრობლემა. მანქანა არ არის პრობლემა. თავარია სურვილი. თავარია სურვილი. და მეორე, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ კლიენტებს, რომ მანქანის არჩევა არ არის პირველი ეტაპი. პირველი ეტაპი არის სესხი. თუ სესხს მოვაგვარებთ, ჩათვალე რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. ხო, მაგ სესხშიც კიდე რჩევებს, რა თქმა უნდა, მისცემ როგორ საჭიროა, რა უნდა ქნა, როგორ უნდა ქნა და მაგის მიხედვით სულია მესმის ცოტა ბევრ გამოწვევას ხვდები და მაგას ნახავენ, როცა დადგებიან მაგზაზე, მაგრამ ნუ შეუძლებელი არაფერი არ არის. ჩემი აზრით ყველაზე სწორი არის ალბათ თუ ვიღაცა გადაწყვიტავს ტრაქის გამოყვანას, რომ მოიძიოს ინფორმაცია. დაახლოებით 1 წლით ადრე თუ დაიწყებს მომზადებას, ჩემი აზრით ბევრად უფრო მომზადებული იქნება, მეტი ინფორმაცია იქნება და უფრო გაუადვილდება ამ პროცედურის გაკეთება. იმასაც გაითვალისწინებს და ისიც ეცოდინება, რეები არის საჭირო და 1 წელი ექნება, სრული 1 წელი ექნება, რომ ამ ყველაფრისთვის მოიმზადოს. გაალაგოს თავის სიტუაცია, როგორ და რანაირად. მანქანებში ეხა კიდევ ერთხელ გულისხმობ. 3500-ში გვაქვს იმის საშუალება, ბევრი როტაციის საშუალება, რაღაცები გადავაწყოთ, გადმოვაწყოთ. ეს სამანქანიანი. ხო, სამანქანიანებზე, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია. ამასთან შედარებით სამანქანიანი არაფერი არ არის. სამანქანიანზე ყოველთვის გვაქვს მაგის საშუალება, გვაქვს როტაციის საშუალება, რომ რაღაცები გავალაგოთ, საჩვენოთ, როგორც გვჭირდება და მარტივად, ბევრად უფრო მარტივად გამოვიყვანოთ მანქანა, მაგრამ ამ semi-truck-ი საკმაოდ რთული პროცედურაა, მაგრამ არაფერი არ არის შეუძლებელი, ხო? კი, არაფერი არ არის შეუძლებელი. ეხლა ის მანქანა გაიყვანეს ქართველებმა. ეხლა წაიყვანეს და ჩვენ რომელიც გადავიღეთ. ჩვენ რომელიც გადავიღეთ, კი. და ჩვენ რო სესხს დავამტკიცებთ, ბანკი მოდის, ბანკის წარმომადგენელი მოდის და GPS-ებს უყენებს ამ მანქანებს. ესე რო იყიდა, მაინც უყენებს GPS-ს უყენებს ამ მანქანებს, კი. ანუ რო ბანკი აკონტროლებს სად არის მანქანა. იმ შემთხვევაში თუ მოხდება repositioning ნიშნავს ანუ ჩამორთმევას გადაუხდელობის გამო ერთ დღეს გაიღვიძებ და ტრაქი აღარ სადაც არ უნდა ამერიკის მასშტაბით სადაც არ უნდა იდგეს, იქ აღარ დახვდება შენი ტრაქი, ტრაილერი. ერთმა აშოროს მსგავსი რაღაცა ყველას. კაცი რო ყიდულობს ტრაილერს, ყიდულობს იმედით და იმის ოცნებით, რომ უნდა იმუშაოს და რაღაცა უნდა გააკეთოს და შექმნას. არავის არ დადგომოდეს მსგავსი რამ სიტუაცია ცხოვრებაში. ხდება. სამწუხაროდ ხდება, კი, ხანდახან არის ეგეთი სიტუაცია. და მიზეზი რატომაც უკეთებენ ამ მანქანებს GPS-ებს ზუსტად ეგ არის. დასაგები. მაგ პროცედურას შეიძლება მანქანებში შეხვდე. იმ შემთხვევაში ზოგ ბანკს აქვს მაგალითად. იმ შემთხვევაში თუ high risk-ია, ანუ მაღალი რისკის შემცველობის კრედიტს გაცემს ბანკი, ისინიც გთხოვენ რომ GPS-ები უნდა ჩაუყენო მანქანას. დასაგები. ეგ არ არის პრობლემა, GPS დაუყენონ კაცს, თავარია სესხი დამტკიცდეს, გაიყვანოს კაცმა იმუშაოს და შემოსავალი ქონდეს. მადლობა ყველას, რომ გვიყურებთ, რა ვიცი. ვეცადე რომ რაღაც საინტერესო ინფორმაცია მოვეწოდებინა თქვენთვის და შემდგომშიც თქვენ აზრს ყოველთვის გავითვალისწინებ, თუ რამე ესეთი გადაღება შემიძლია, რომელიც თქვენ ინტერესს გამოიწვევს, მომწერეთ და აუცილებლად შევეცდები რომ გადავიღო მსგავსი ვიდეო. მადლობა.